ნახე რა დღეშია ბიჭო. როგორც იქნა? Ვენა ხართ კაკუები. იზმაო ჩვენ. სად არის ჩემი ძმაკაცი? რომელი ძმაკაცი? კაი ბიჭო, თავს ნუ იშტერებთ რა. ნაჭავ ნაკითხი ხალხი ჩანხართ. თან გავიგონე ტელეფონში რო ყმუოდა ესე. მესმოდა. მე ვერ გამომაპარებთ ვერაფერსა. მითხარით რა გავაკეთო და ყველაფერს გავაკეთე. Короче, ორი ვარიანტი გაქვს მაო რა. ერთი არის ის, რომ ტაქსის თემა შეეშვა და მეორე ვარიანტი ის არის, რომ ფული მოჯვა. შეიძლება რომ დავფიქრდე? მიდი დაფიქრდი. მოვიფიქრე. ფულს მოვჯვავ. სწორი გადაწყვეტილება. ხო რა, ეგრე მირჩევნია. მიდი ამა დამალაპარაკეთ ახლა. არა, ძმაო, დალაპარაკება არ გამოვა. აბა მე რა გარანტია მაქვს რომ მე ფულს გადაგიხდით და თქვენ გამოუშვებთ? უნდა გვენდო და ვშო. და ისა შეიძლება რომ დავფიქრდე? მიდი დაფიქრდი, ოღონდ მალე-ქენი რა. შავის გადავიყავდეთ, რას გადავიყავდეთ. მოვიფიქრე. რა მოვიფიქრე? რომელ სანზე გამოუშვებთ? 3-ზე. არა, 3-ზე ვერა, 4.5-ზე. კაი. აჰა, მაშინ აქ 20,000 ლარია. უფრო ცოტა ხო არ ყოფნიდა? არა, ძმაო, ზუსტად იმდენია, რამდენიც უნდა იყოს. კაი. ისა ესე იგი რას ხოთ, ხო? არა, რას ხო, ძმაო. ტაქსების თემა გო გასაიასნებელი. ჩვენ აქ ბიჭები 1-2 კაპიკს შოულობ, ძმაო და შენ შემოხვედი ჩვენ საქმეში, ჩაგვეჩერი და ამ 2 კაპიკიდან 1 კაპიკი შენ ჯიბეში მიგა. ეგრე არ ხდება, ძია. კაი, მე ვილაპარაკოთ მაგაზე, ძია. ეხა ჩემი ძმაკაცი გამოუშვით, ბიჭო. არ დაგავიწყდეთ, გაიგეთ? წავედი ეხლა მე და ისა დღეს ოსახში მიხვალთ და ახლად გაკრახმალებულ ლოგიში ჩაწვევით და საკუთარ თავთან დარჩებით მარტო სინდისი შეგაწუხებთ. მართლა? ო, გავითვალისწინებთ. ჩემი ძმაკაცი არ დაგავიწყდეთ. ისა ნამდვილი ფული მოგეცით, ბიჭო. ტაქსი მაინც გამომიძახეთ ქალაქამდე რომ მივიდე. ოღონდ თქვენი არა, ჩემი, მაქსიმი. გამოგიძახებთ, აბა რას ვიზოთ? აი ნახე, ქუჩის ბოლოში თეთრი შენობა როა. აი მან დაელოდე და მოვა. აბა კარგად. ო, აი, კარგად. მიდი. რანაირად კრავდა ის დამპალი იუთუბერი ამებლავდა ხელები. ახ. აღარ გიყვარვარ? საიდან მოიტანე, გოგო? აბა დილით მაიონეზიანი პურები რატო აღარ დამოხვედრე საწოლთან? ვაიმე. კაი უნდა წავიდე რა საქმე მაქვს. მე შენზე გაბრაზებული ვარ. რატო ბაჭია? საავადმყოფოში მოსვლა რომ დააგვიანე. მაგიტო. ხო აგიხსენი არა? ვერიონის საქმეზე დავრბოდი. წამზე მიუსწარი, თორე კლავდნენ მაგუბედულსა მაგაზა. მეგონა მამობა მაინც შეგცვლიდა. შემცვალა? როგორ არ შემცვალა? მამობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევა.
შინაგანი განწყობა და ემოციები? ვიმე, ეგ დაგიწერე მე ბიჭო. კარგი, ეხლა არ გამებუტო. თუ არ გინდა რომ გაგებუტო, დღეს არსად არ წახვიდე. კარგი, რა ხო იცი, ნუ 1000 საქმე მაგ. აუ, მახო სულ საქმე რა საქმე? რა საქმე და ვერიონი უნდა ვნახო. მე ადვოკატთან უნდა წავიდე, ადვოკატი და ადვოკატთან რა გინდა? ქიშო დაინჭირეს. რა? როდის? შობიარობის დღესა. ვაიმე, რატო დაიჭირეს? რატო და ბავშვი რო გაჩნდა? სამშობიაროში თოფი გაისროლა. რას ამბობ? აბა, ქიშო მისროლა? მე დავრეკე პოლიციაში. მამის გამო 6 წელს აძლევენ გოგო. რა ჩერჩენტი ხარ? აუ, მახო მწყინს. ერთ დღეში ბავშვი გამიჩინა. მამა დამიჭირა და დედა მიტირა. ვა, ძუძუ, რა უშნო გაგვიძება გწოდნია, ჰა? ესე მგონია სკოლაში მივდივარ მეთქი. ახალი ტიპი მოუყვნიათ. გამარჯობა ჯიგარო, ქიშო. თელი ღამე, ძუძუ. დახოცილი ხალხი მესიზრებოდა. თელი ღამე. შენი დახოცილი? არა ჯიგარო, გულითა, კუჭითა, თორმეტ ოჯახნაცლავითა, იმითა ფილტვის გათიშვითა, ტრომბითა. მაგრავნერული ფრავაი მე ვაი. რა იყო ძუძუ? რა იყო და ჩინითი და რომა გამოწერილი სხილი ყურით სხილები. სად უნდა მიიტანო? ვაიმე, რეებზე დარდობს ეს. 3 ლარი ჩამომაჭრეს ბიჭო რა. თუ მოგითხარ 3 ლარი, მაგაზე ნერვიულობ, ა? აუ ტვინს ტყნავთ რა. უკაცრავად თქვენსას. არ გირა მოთხნას რა, რას გიშავებს. დავიღალე რა. დაიღალე და დაისვენე რა. სათოხაში მიდიხარ თუ მე ველეთა. აუ ამას დავბრიდავთო. კაი დაბრიდე, მაგრამ არ გეზარება, იყო სილაპარაკოს. დაიცა. დავბრიდა მორო ამბობ. ვინც არ დაბრიდოს გინდა დავიგინო. რა უნდა დაიგინო ბიჭო, რა უნდა დაიგინო? ვერ ხედავ როგორ თვალებით მიყურებს, ა? ესენი ვინ არიან? რავი რაც დავაკვირდი, ერთი ძუძუა მეორეყლე. ძუძუ მე ვარ. სერელი. რო გავთხრი გვირაბს არა? და რო არ წაგიყვან, აი მე რინახავ შენა. კაი გეხუმრე რა იყო. მოიცა, გვირაბს თხრით. ხო, განახო. აი თუ ყერად მოგიწევი წაგიყვან. თუ არა და ჩემ შაბა უბრალოდ წაგიყვან. დაჯერუძო. სანტა ხარ ჩეჩემის ამდენი ხანი გამზადდა უკვე. აუ მაგრად კი მშიაჩი. წამო მერე, წამო. კედი.
სულ არა ხარ მაგ ხელა შენ ჩემისა შენ და საჩაგრის ამდენი შავი ხრელი გაქვს მაგრამ ევასება რა ისე როგორ ახარ ნუ კარგა აი უშენ რომელ საათზე მიბრძანდი სახლში რა სამისკენ მივედი ისინი შეუსრულებია სიტყვანი ხედა რა არის არაფერი არავინ ჭამე შეგერგოს მახო რა გოგო გავიცანი ბიჭო იცი გამოვწერდი შენს მოპასხებიცები რა გოგო შედამპანო შენა რა გოგო ერთი მადლობა მაინც გადამიხადე რომ გამოგლიჯე სიკვდილის სახელიდანა რა სიკვდილის გამოგლიჯე ბიჭო ხელი რა უმადური ნახევარ კაცან ხან გუშინ არ გაწამეს რა მაწამის ბიჭო ერთი ნემსის ჩხეტა იყო და მორჩაჩი არა ხო ნემსის მეშინია ბაზარი არა გამარჯობა შენი მე რო არ გადამეხანდა ის ფული მე გენახა რასაც გიზამდნენ რა ფული ბიჭო რაც ბოდია ვიცი რა ფული და გამოსასყიდი რა გამოსასყიდი ბიჭო აბა კარგად გაიხსენე გუშინ სად იყავი სტომატოლოგთან ვიყავ ნახო რა სტომატოლოგთან კაკოებმა არ გაგიტაცეს არ გაწამეს რო დაგირეკე ტელეფონში იმხენას კიოდი შენი ხმა გეიქესმოდა მამაზე ციებს რა კაკუემა გამიტაცეს ბიჭო სტომატოლოგთან ვიყავით და შენ რო დამირეკე ნუ კბილს ვიკეთებდი და ვერ გიპასუხე ხო და მე დამავიწყდა გადმორეკვა და ტელეფონი რატო ქონა გათიშვილი დამიჯდა რა სამო აი ეს რა სიძახი ბიჭო ესე იგი ის 20,000 ლარი წინა გამომართვეს მაგ ჩათლაკებ მამაგათმა ვინ გამოგართო კანკოებმა რა სიძახი ბიჭო ფუ დამპლებო თქვენ კაი ციგნია ძალიან მომეწონა 38 ჯიასო აღმოჩნდა ამ გვერდზე ასე რომ მოგიგე რანაირად რანაირად და შენ თქვი რომ 65-ზე მეტი იქნებოდა მე იასოზე გითხარი იცი რა იასო საერთოდ არ შემხვედრია ამ წიგში რაღაც ვერ კითხულობ შენ კარგად მომეცი კარგი გაანებე რა და დამისხი რა არ გინდა ბევრს ვსვავ გამაგდებენ სამსახურიდან წამალი მაქვს დასალევი და ხო უნდა მივაყოლო წყალი დალი წყალი რა გოგო ვარ გამარჯობა ლუდები რა გააქვთ ადგილზე მოხარშული ბრემენი აუ ვაისგოლდი აუ ზაამაგერ ბოჰემური პილსნერი ამერიკული სტაუტი აუ ზაამაგერ მოდი რა აი ეს ამერიკული რო არ დამისხათ რა არ დაგისხათ ხო რა ეხლა მე უღლო მის შემადგენვინა ამპულა რა და აგზალული მაგ და აი ბლუ რო ახსენებ უკვე ვთქბები რა გამიგდა მოდი ერთი 5 ლიტრიანი რო არ დავასხათ მაშინ რა არ დავასხათ არა თუ არ დასხმა მოდი ერთი 10 ლიტრიანი რო არ დავასხათ რა ოხ ლაურა შენ რა გითხარი თო მოდი ერთ სიგარეტსაც რო აქ არ ეწევია ხო ამასაც ვერ გადავეჩვიე თო ბარემ რო
აუ სიგარეტი სად არ წავიღეთ? კაი, გავედი, მაშინ ტაქსი არ გააჩერო რა, ტაქსი. არ გინდა არ გააჩერო. რანაირად დადიან ქალის ჭკუაზე რა. ხმა. თენალა ბათუნა. ალო, ნუკრი შენი დახმარება მინდა, ბიჭო. რა ხდება ტახო? აი რუსთავში გამოგაზი ახლა და აქ გეტყვი. თამროს ვერ დავტოვებ რა. 3 დღის ბავშვი დავტოვე, ბიჭო. 50 წლის ქალსა რა დატოვება უნდა, ჩემისა შენა. რა ბიჭო? ეხა იცოდე მართლა ჩამოვალ და ნახავ შენ რაც მოგივა. ჩამო, აბა ხო, ჩამო, აბა შეყლეო, ჩამო. ეხლა უფრო მალე ჩამოვა, ბიჭო. ჩვენ რაღაცა არ მგონია რომ ეგ კარგი იდეა იყოს. აბა რა ვქნა ეხა ჯოკონდასთან მივიდე და უთხრა მამა ჩემისა და ძუძუს ფული რომ მომეცი ვიღაცა 2 ტიპს მივეცით ხო? ხო დამარხა ადგილზე. ვინ უნდა დაგმარხოს? აი ვიჯ. ეგა ბიჭო მართლა აპასლია მგონი. ბოლოსა რა ვნახე? სულ შემეცვალა შთაბეჭდილება. და შენ რა გონია რომ აი სახლში შეპარვა? ფულის აღება და მე ჩუმად გამოსვლა მარტივი საქმეა? საერთოდ რამე მოგიპარავს ხორებაში? როგორ არა? ბალღობაში ტყემალი. ერთი ბროწეულა ზეინაბა იყო, გაიგე? მაგას ბაღი ქონდა. ხო და ბალღები გადავბროდით ხოლმე მაგის ბაღში და ვიპარავდით ტყემლებსა. ხო და რომ გამოგვიჭერდა ხოლმე არტეზიული ჭისტარით რომ გამოგვეკიდებოდა და გადაგცხებდა ხოლმე ბეჭებში 1, 3-ჯერ, 4-ჯერა, სულ ბღავილით გამორმოდით ხოლმე იქიდან, აბა? არ ვიცი, მაო, შენი საქმე შენიც. მაგრამ მე რო ნებისმიერ მომენტში და სიტუაციაში შენს გვერდით ვარ, ეგ ხო იცია რა? აუ, მახო. ეს ნახე რა, ლამაზია, ძმობას გაფიცე, ბიჭო, ჩუმად გადაუღე. ეს რა არის, ბიჭო? ხო ლამაზია, შენ ჩუმად გადაუღე, ბიჭო. ალო, რომელი ხარ? რა რომელი ვარ შენა ხო კარგად ახარ. ვერ ამხედავ. უი, ციცო, შენ ახარ რა. საიდან მელაპარაკები? რა შვებია როგორ ახარ? ძალიან კარგად არა. 2 დღეში იუგოსლავიაში მივდივართ მე და ძუძუი გასტროლებზე. მართლა? მე რა მართლა გოგო, იუგოსლავიაში კი არა. ერთი დღე ჭიტლაში არ გამიშოთ რომ საკურველისთვის დამეხედა. რა უცნაური წესი აქვს ისი ახ არა. ქიშო, როგორ დაბერებულ ხარ, ჰა? კი არ დავბერებულ ვარ. თმაზე მაყრია ცემენტი. ჰა? რა ცემენტი? არაფერი. მითხარი. ჩუმატატული დამიმატე სატიცელი კიდე. ხო იცი რომ არ დაგანებებ თავს არა? მე. თუ გავბრაზდი ახლა საერთოდ წავალი იცოდე. არ სახვიდე ციცო. დრო ამოიწურა. ვამატებ. რას ამატებ? არ შეიძლება, დრო ამოიწურა. 2 წუთი და გამოვა რა. დაუჩქარე. მიდი ბიჭო, ადამიანი გელოდება უხერხულია. მომისმინე. აი. რომ მითხარი მოვიდანე. ჩაწიე არ დაინახოს. ხო მითხარი ნიჩაბიო. მე რა მხელა არის, თუ მე პატარა გითხარი, ჩაწიე გოგო. 2 დღე ბაზარში ამის გამო დავრბოდი, ახლა ტყუილა მაყიდინე. მე მომისაჯეს სამუდამოი ჩაწიე მაგის გამოშვების. რა უვარგისი ხასიათები გაქვს სუფთა დედაილაი რა. აჰა. აი მას ხედა? ო. ხო და ნახე ახლა? ტახი? თსაც და უსაც რო გავს ეგ რა არის? ფ. რე
რა წერია აქ? რეფერალური სისტემა, ბიჭო. ეგ რა ოხრობა? რა ოხრობაა და აი შენი და რომ მოვიყვანე ცოლათა და შენ რომ მოყევი ბონუსათა, აი ეგ ოხრობა არის, ოღონდ ტაქსის სისტემაში. გაიგე ეხლა? მოდით ეხლა აქ, მოდით მომისმინეთ. გეგმა უნდა დავსახოთ. აი ეს არის სახლი. აი ესა ჭიშკარი. ესა კიდე ძაღლი. ხო და ესა? რა საკეთე, ბიჭო? ძაღლია და დადის რა. რა შვი? ფსავს. დააბე ბიჭო, დააბე, ეგ დედა მოტყნული და შენ გააგზელე, ხო შეიძლება აღარ შემეძლია მეტი ამდენი მოთმენა. შენ უეხუმრები ამ ძაღლსა. ახსოვს ბროწეულაზე ინამაზე რო გიყვემოდი ხოლმე. ერთხელ მაგის ძაღლი გამომეკიდა, ბიჭო. კინაღამ შემჭამა. დამგლიჯა სუნთლიანათა. ამ ტრიკოდებს ვეღარ აუძნობდი. აი, მიდი გააგზელე და მალე მოვჩით, ხო შეიძლება აღარ მაქვს თქვენი ნერვები. ხო და ისას სად ვიყავი? ჭიშკართან. ხო, ჭიშკართან. ხო და აი ესა ვართ ჩვენა. ესა ვერიონი. ესა მე და ესა შენა, გაიგე? ვერიონი შევა პირველი. ხო და სადაზე რო სამუშაოებს ჩაატარებ, გაიგე? ხო და მე დაგვიძახებ და გვეტყვი რომ ისაო, პერიმეტრი. ხო, პერიმეტრი თავისუფალიაო. მე გააჩერე ეგ პირი, ბიჭო, გააჩერე. ასკარიდან ყავჭე ჩემი საშენა, რითი ვერ გაძღა შენი მუცელი. სუნამირია, გეგმა სუნამირია. როჩი აღარ გვინდა ეს გეგმა, რაც აი იყოს იცი რა, გამომართვით ესენი და წავედით შენი. ხო დამტანჯეთ, ბიჭო, ხო დამტანჯეთ შენი. გამომართვით ეჭემა ეს. ო, ისა. გეგმა და ძაღლი. აი, წავიდეთ ხო და წყალი წავაყოლოთ რომ მოგწყურდება იქ. წამოდი, ბიჭო, სამე იარაღი ატაკში წამოდი. ხო, ყველაფერი გასაგებია. ე. აბა წავედით. ვაი, ეს დროს. ვერიონი ნუკრი მე შენ ვინახა ბიჭო? მე მეკითხები? ო, შენ გეკითხები. ერთი შობლის კალთას მოწყვეტილი კაცი ვარ. ცხოვრება ბევრჯერ დამანარცხა. მაგრამ რამდენჯერაც დამანარცხა, იმდენჯერ ცადე წამოდგო. ფიარე, ბეძებე, მაგრამ აიღო ჩემი ამ ქვეყნიური მისია, ეს ვერა და ვერ მივაგენი. ექვსი წლის რომ ვიყავი. მოდი დააჯვი აქედან რა. ვინ არის ესა კაცო? რა უნდა? მე რა ვიცი, მე სამშობიაროშიც იყო მაშინ. რა უნდა და? აზზი არა ვარ, მაგრამ ამ დროს გააგდო ქიშომაც. ამ დროს გააგდო ქიშომაც მაშინ. კაი, მიდი, მოემზადე, მიდი. ბიჭო, მოემზადე, მიდი. ახი, რა არის, ბიჭო? ეს რეფერალური რა არის? მაინც ვერ გავიგე რა. გამარჯვებ შენა. მაქსიმის აპლიკაცია ხო გადმოგაწერინე, ხო? ხო ჩაწერე პრომოკოდში ტახიმა ხო? 60 ლარი დაგიჯდა? ხო და ეგ არის, ეგა. ხო. რა გინდათ ბიჭო, რა რეფერალური და რა დაბაა გიტყდათ, ერთი მითხარით და დამეხმარეთ, რაღაც ამწიეთ, ამ ნორმალურები თუ ხარ. მიდი, მეხმარე.
იცი ესე გააკეთე ჯირი ერთი უნდა სამი ბიჭო ელა ხილათა Ela dancemine, beijo, ela. Ela, beijo, ela. მაიმე რა დაბდურა ეს ვინ არის? რა დამოყარე ფეკლები? აი. ჩუმად მინი. განახი ყველგან. აბა, დამზებდეთ. რა ფესხელი არ მოგიდოთ. ახლა როცა თუ თავიდან კიდე ჩამერიცხება? რა ლენჩი ხარ, ბიჭო, რა ლენჩი ხარ? აგიდა ბიჭო, რატო წამოაცრიე საერთოდ შენი ბრალი? მე რა ვიცი. დებული ყავი იქა. მოძებნე რა, მოძებნე. ახო. სეიფი შეჭმა. მიდი კოდი მითხარ. რომელი რეფერალურისა? რა რეფერალურის ბიჭო, თქვენ მარტო შიქო არ გაქვთ ორივე. სეიფის კოდი მინდა. 18 1902. ბიჭო, ზუსტად იცი? 17 64 9003. და ეგ რატო? რა კაცა ცალთი შეჩემისა შენ აბა ისე ვერ გაარტყავ. შეჩემო, მასე ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგრამ შეიძლება მოვუნდეთ ორი თვე. რამე ისეთი მნიშვნელოვანი ციფრი, თარიღი ან დაბადების წელი. აი დაბადების დღე ნახე, მიდი. იცი? არა. აბა რანაირად გამოვიცნო, ბიჭო? მე გამგონია ლეტა 35-ისა. რომელი წლიანი გამოდის? 91-იან. ო, კაი ანჩხლი კი იყო. ვერძი არის ეგა, ვერძი. მარტის თუ აპრილის ვერძი? აპრილისა. და რიცხვი? 27. 27 აპრილი ვერძი აღარ გამოდის შეჩემო. ცანტე შეჩემისა, ცანტე. ვა! გაიღო, ბიჭო. აგეიღო, გითხარი, ლენჭო, გაიღო. ახეო, შეჩემო. რა? კიდე ნახია, მაგრამ რაფერი აღარაა შეჩემო. მოგლეთ ჩემო ძვირფასებო, იქაც ვიყავი, აქაც ვიყავი. არც იქ მათქმევინეს, არც აქ მათქმევინეს. რა ვქნა? საწავიდე, ვის მოუყვე ჩემი გასაჭირი. არადა 6 წლის რომ ვიყავი. არა, თქვენ თუ მოგიყევით, რაღა გამოვიდა. მოდი, თქვენ დაწერეთ, რა მოხდა 6 წლის რომ ვიყავი. თან დაალაიქეთ და ვისაც გამოწერილი არა გაქვთ, გამოიწერეთ არხი.